დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებთან ევროკავშირის მიერ რეგიონული განვითარებისთვის განხორციელულ პროექტებზე ისაუბრა. ამასთან ერთად პაველო ჰერჩინსკიმ სხვადასხვა თემებზე კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა. ელჩმა ისაუბრა დისკუსიაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. კონკრეტულად, სხვადასხვა პირებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დასავლეთში ერთსულოვნება არ არის. ამასთან ერთად გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის კომენტარსაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩს განაცხადა, რომ ის საქართველოში პროკურორად არ დაუნიშნავთ. მე არ ვარ პოლიტიკური კომენტატორი, მე არ ვარ ანალიტიკოსი, მე არ ვარ მეცნიერი, მაქვს პატივი წარმოვადგინო ევროკავშირი საქართველოში. რასაც ვაკეთებ, ეს არის ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. შემიძლია დავადასტურო, რომ მიმდინარეობს მუდმივი დისკუსია ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის საქართველოში იმ ინდივიდებზე სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამჟამად არ არის ერთსულოვნება, მაგრამ მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ერთსულოვნება მიღწევა იქნება. მე ვზედამხედველობ ევროკავშირის განვითარების პროექტებს მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი. მე ვესაუბრე ადამიანებს, პატარა მეწარმეებს, მევენახეებს, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირის თანხებით დაარსებული ლაბორატორიით. ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის. ევროკავშირის ელჩი, რომელიც უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში დაეხმაროს, რომელიც არის მხილებული პირდაპირ გეტყვით ამერიკის პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მხრიდან იმაში, რომ შავ ფულს ხარჯავდა მათ შორის საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ეხლა დადის რეგიონებში და არასრულწლოვანს ხვდება და საინტერესოა, რაზე უნდა ესაუბროს. თუ USAID-დან, ევროკავშირის ფონდებიდან როგორ ფინანსდებოდა შავი ფული საქართველოში მათ შორის, ამაზე უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს. თუ იმაზე უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს, რომ ტრანსგენდერი და LGBT პროპაგანდა დამთავრდა მათ შორის საქართველოშიც და მსოფლიოშიც და ეხლა ტრადიციები არის აღსადგენი. სამწუხაროა, მაგრამ ევროკავშირის ელჩი უკვე გახდა ჩვეულებრივი კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი და ეს ჩემი სიტყვები კი არ არის მხოლოდ. ეს არის დღე ამერიკელი ხალხის მიერ გადაწყვეტილი ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები და ეს არის მოცემულობა. აირჩია ევროკავშირის ელჩმა Deep State-ი. კი ბატონო, გაიზიარებს Deep State-ის ბედს. ევროკავშირის ელჩი წარმოადგენს უნგრეთსაც, წარმოადგენს სლოვაკეთსაც, წარმოადგენს იტალიასაც, რომელი ქვეყნებიც და ბევრი სხვა ქვეყანაა კიდე, რომელი ქვეყნებიც საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე არიან, ვიდრე ევროკავშირის ელჩი. და ეს ახსნას ევროკავშირის ელჩმა. ის ხო არ არის მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფოს წარმომადგენელი.